თიკა სად მოვედით? მოვედით თიკა. კაშელის ბაზარში. რომელი საათია? დილის 9:30 და მაგ მარტო 9:30 საათი. თან აქ შეგვიძლია საოცრად კიდაც ხო მე მგონი? ხო. ზოგადად აქ ორ ბაზარში ყველგან არის შესაძლებელი მაგისთვისაც არის, მაგრამ უმეტესად ამ ბიოპროდუქტები იყიდება და აი წავედით. და ჩემადამ გავსინჯეთ გერმანული საჭმელები, უმი ხორცი დამუშავებული, ლაპსი, უმი თევზი და ხორცის პაშტეტი. არის ხორცის პაშტეტი, შავი კითხვა ერთად. აი ეს არის უმი ხორცი და ხა ეს ჩავსვით. როგორც წესი უშვებიან დამატებით დოლს, მარილს და ანუ იმას შავ წიწაკას რა. ანუ ორაგულის ეხლა ვსინჯავ ორაგულს, ლაქსის, უმი თევზს. ეს მე გააყვარს. ეს არის დამარინადებული უმი თევზი, გახუხულ პურში გახვეული ხახვთან ერთად. როგორია? აბა რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად? რავი, 4 ასე ძნელია გამოყო. 4 გემრიელია. ეს არის თხილეული პური, შოკოლადში ამოვლებული და აქვს პეჩენის მასა. ეს კეთდება პუდინგის მასით და არის ძალიან გემრიელი და საკმაოდ ტკბილი პური. ეს არის გერმანელების მიერ საფირმო შტრუდელი, რომელიც ჩვენ მომსგავსებთ რატომღაც ბუკლეს. რებით შონის ხალხი და ეგან ამასობაში ჩვენ იტალიურ კუთხესაც ჩავუარეთ გვერდი. ესენი რა არის? ეს რა არის? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს ისაუზმოს, ისადილოს ან ივახშმოს თუნდაც. აქ დაბადების დღესაც იხდიან, რომ იცოდეთ. რა? ჰერკულესი? აქ წიგნებიც არის წარმოდგენილი და ყველა ადამიანს შეუძლია რომ თან წაიკითხოს, თან ისაუზმოს კიდევაც. ახლა თქვენ კადრებს უყურებთ ჩანთებს. ხო, გერმანელები იშვიათად იყენებენ ბაზარში პარკებს. ან თუ არ აქვთ ჩანთა, ყიდულობენ ზუსტად აი ამ სტენდზე ჩანთებს
და თავად ნაკით პროდუქტებს სწორედ აი ამ ჩანთაში ალაგებენ, ათავსებენ, ან თუნდაც სასაუზმო საჭმელებს, სასადილო, ან სავახშმოდ. ეს კონკრეტული ჩანთა 27 евро ღირს. ეს ჩანთები არა მარტო ბაზარში, არამედ საპიკნიკედაც გამოგადგებათ. ან თუნდაც სადმე რომ მიდიხართ სამოგზაუროდაც. მოკლედ, ბევრი დანიშნულება აქვს ამ ჩანთას. გვერდი ვერც აზიურ კერძებსაც ვერ ჩავუარეთ. აი, ეს რა არის? ეს არ ვიცი, მაგრამ ბეძეს გავს ემოდან და შიფრობთ რა არ ვიცი. ამას აწერია მანდარინეში, მანდარინი ხოთი და სმეტანის და მანდარინის ეს. ეს მეყვარს, ეს არის მათიასი, დამარინადებული. ეხლა ვიყიდეთ მე და ჩემადამ, სწორედ ის დამარინადებული თევზი ხავთან ერთად, რაც წინა ვიდეოში თქვენ იხილეთ. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სამ ორაგულს, ერთი არის უმი, მეორე არის შებოლილი და მესამე არის მწვანილებთან ერთად. აბა ეს მაყურებელთა შეხვედრის რა არის? დილა მშვიდობისა. We wanted einmal Matthias in Brötchen. Einmal? Ja. Cheers, danke. რა ვიყიდეთ თიკა? იმას რომ ვაკეთებდით, აქედან შეიძლება ესე რომ ვიყიდო. ეს არის ცოცხალი თევზი, ტუნა მანგარისა და არ ვიცი რა. როგორ ჭამა ბაზარში მიირთმევან. Alexandra çay. Gider abi. გერმანული საუზმე ბაზარში სულ რაღაც დაგუჭდა 10 ევრომდე, 10 ევროს ფარგლებში შევიძინეთ ცხელი შოკოლადი, ტატარი, ეგრეთ წოდებული უმი ხორცი, ლაქსი, ორაგული უმი თევზი, ასევე დამარინადებული თევზი და ხორცის პაშტეტი.